გამარჯობა, მოგესალმებით ხლიან საქართველოს. მე გახლავართ ის 15 წლის მოზარდი, რომელზეც იძალათ ეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად 9 არა ადამიანმა, არა კაცმა. ეს ხმა იმ 15 წლის სკოლის მოსწავლეს ეკუთვნის, რომელიც 2 კვირის წინ ფაშისტური დაჯგუფების ტყვეობაში აღმოჩნდა. მე-9 კლასელი ბიჭი არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა თბილისში 300 არაგველის ტერიტორიაზე, მიტოვებულ ადგილზე, მუხლებზე დაყენებული აწამეს, სცემეს, დანით დასერეს, გააშიშვლეს და ღირსების შემლახავი ვიდეო კადრები გადაუხეს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაზარალებულმა ეს ფაქტები გაასაჯაროვა სხვა არასრულწლოვნების დაცვა. ვინმეს თუ ესეთი რამე მოგივათ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ დამალოთ და გაუმხილოთ ეს ამბავი აუცილებლად ვინმეს. თუ თქვენ ამას დამალავთ და ესე ჩაწვავთ ამ ამბავს, თქვენს გამო შეიძლება სხვა დაზარალდეს და სხვა ტრაგიკულად აღმოჩნდეს დასასრული თავის სიცოცხლეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ არანაირ შემთხვევაში არ დამალოთ და არ მიცეთ უფლება ბოროტებას გაიმარჯოს სიკეთეზე. იმიტომ რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, მოძალადის ადგილი არის ციხეში და მოძალადე არ კაც ადამიანებს არ ისაქმებათ გარეთ არაფერი. მე-9 კლასელი ბიჭის წამების საქმეზე ახლა 9 ადამიანია დაკავებული. აქედან მხოლოდ 2-ია სრულწლოვანი. დანარჩენები სკოლის მოსწავლეები არიან. 14-დან 17 წლამდე მოზარდები დანაშაულებრივ სქემაში იძულებით ჩართეს. ეს კადრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულებიდან ერთი 15 წლის გოგონაა. დაპატიმრებულების უმრავლესობა ახლა დუმს. ჯერ პოლიციას არ ეუბნებიან, რამდენი მეთაური ყავს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც თბილისის ქუჩებში სისხლიან ანგარის სწორებებს აწყობს. გამოძიების ვერსიით, ამ შემზარავის საქმის მთავარი ფიგურანტი ერთხელ უკვე ნასამართლები, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერად მოხსენიებული 30 წლის ლევან აბესაძეა. მის იდეოლოგიურ მოკავშირედ და მთავარ მოძალადედ საქმის მასალებში გიორგი მუმლაძეა დასახელებული. ძალის გამოყენებით აჩოქებენ, შემდეგ აშიშვლებენ მთლიანად, იხტუნავეს 15 წლის ბავშვის თავზე. დანით დაუსერეს მთლიანი სხეული. როდესაც ვიდეო კოლით დარეკეს და მათ მეთაურს, ასე ვთქვათ, მოასმენინეს, როგორ იხდიდა შეშინებული და ნაცემი ბავშვი, ნაწამები ბავშვი ბოდის, მოასმენინეს. შაბათის ეთერმა დაზარალებული სკოლის მოსწავლის ჩვენება მოიპოვა. სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებიდან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს ვასაჯაროვებთ. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენები გირკვევა, რომ საქართველოში რამდენიმე არაფორმალური ფაშისტური დაჯგუფება და ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. ერთ-ერთ დანაყოფს ბერგმანი ქვია. დაახლოებით 10 წლის წინ შექმნილი დანაყოფის სახელწოდება ნაცისტურ გერმანიას და ერთ კონკრეტულ სამხედრო ბატალიონს უკავშირდება. მისი ლიდერი ლევან აბესაძეა, მეტსახელად ბარტონა. მის მოკავშირეებად საქმის მასალებში დასახელებულია ვაით მურდერი და ვაით ჰითი. ამ დანაყოფების მეთაური გიორგი მუმლაძეა, მეტსახელად დელტა. 19 წლის მუმლაძე აბესაძეს დაქვემდებარებული პირია. ისინი არაფორმალური ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვნებს ტელეგრამ არხებზე არჩევდნენ. შემდეგ ამ მოზარდებზე ძალად დოხდნენ, დამცირების ეპიზოდებს კამერით იღებდნენ და კადრებს შანტაჟისთვის იყენებდნენ. როდესაც გავეცანი ბერგმანის იდეოლოგიას და მათ ქმედებებს, გამიჩნდა ზიზღი, რადგან მათ ჯგუფში იქმნებოდა ვიდეო ჩანაწერები. როდესაც ხალხს ცემდნენ, აბულინგებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და პნევმატური იარაღით ემუქრებოდნენ. საჯაროდ ახდევინებდნენ ხალხს ბოდიშს და შემდეგ ტვირთავდნენ ტელეგრამის ჯგუფებში. 15 წლის მოზარდი პოლიციას ჩვენებაში უყვება, რომ ფაშისტური დაჯგუფების გვერდი სოციალურ ქსელში იპოვა. იქ ჩანდა, რომ ასობით მის თანატოლს ჰიტლერის იდეებით კვებავდნენ. იდეებით, რომელიც ამართლებდა ძალადობას, სიძულვილს და ადამიანების დაყოფას. ყველაფერი გინებით დაიწყო. მე-9 კლასელმა ტელეგრამის ღია ჩატში ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დანაყოფი მოზარდის ძებნას იწყებს. ჯერ ურეკავენ, შემდეგ შეხვედრაზე იბარებენ. ბოლოს საქმეში არასრულწლოვანი გოგონა ჩნდება. ის მსხვერპლთან მეგობრობდა.
გოგონა 15 წლის ბიჭ შეხვედრაზე თეთევან წამებულის გამზირზე იბარებს. შემდეგ კი იქვე რესტორნის სიახლოვეს მიტოვებულ შენობაში მიყავს. დაახლოებით 6 საათისთვის მე და დავიძარით ნანგრევებისკენ. როდესაც ჩავედით ნანგრევებში, უცბად შემოვარდა ნიღბიანი ბიჭი, რომელსაც მაიკა ჰქონდა აფარებული. ტანზე არაფერი ეცვა. ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი და მითხრა დაიჩოქეო. მომიშვირა იარაღი, დამიწყო ყვირილი დაიჩოქეო. შემეშინდა და ვიკითხე, რატომ უნდა დავიჩოქოთქო და ამ დროს შემოვარდა კიდევ 6 ბიჭი. მათ ყველას ჰქონდა დანები და კიდევ ერთს ჰქონდა შავი ფერის იარაღი. მიყვიროდნენ დაიჩოქეო. დავიჩოქე მუხლებზე. 15 წლის ბიჭი. აი აქ მოიყვანეს. ეს ძველი აბანოების ტერიტორია. ფაშისტური დაჯგუფება, რომ მიტოვებულ შენობას შეკრებებისთვის ან საქმის გასარჩევად იყენებს, ეს ამ კედლებსაც ეტყობა. რამდენიმე ადგილას ფაშისტური სიმბოლიკაა გამოსახული. შემოვარდნილი ბიჭებიდან ერთი ამოვიცანი. ის გიორგი მუმლაძე, იგივე დელტა იყო. კითხა შენ ვის შეაგინეო? ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი და დიდი ზომის ეგრეთ წოდებული მაჩეტე დანა. და მე ვუთხარი ბერგმანს და ლუკა ალანიას თქო და მაშინვე დამარტყა ხელი. შემდეგ ყველამ ერთად დაიწყეს ცემა ხელებით და ფეხებით. მირწყავდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მისმევდნენ დანას. დამსერეს ზურგის არეში. ყველა დანარტყამი ძალიან მტკიოდა და ვთხოვდი გაჩერებას, მაგრამ ჩემი არავის ესმო. ფიზიკური ანგარიშწორების წამების შემდეგ უკვე იწყება ღირსების შემლახავი მოპყრობა. აქ ყოფილი აბანოს ტერიტორიაზე მიტოვებულ ადგილას მე-9 კლასელს დინების გამო იძულებით აშიშვლებენ და ფოტოებსა და ვიდეო კადრებს უღებენ. ჯგუფურად ნაცემ მოზარდს დაზიანებები ამ ფოტოსურათზეც აღენიშნება. საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ არა ადამიანური მოპყრობისა და წამების შემდეგ მოზარდს წართვეს ტელეფონი. გამოართვეს მობილურის გასახსნელი პაროლიც. უნდოდათ მისი გაძარცვა, ამიტომ შეამოწმეს ინტერნეტ ბანკი და სკულ ქარტიდან 100 ლარი მოხსნეს. ნაწამებ არასრულწლოვანს, ჯიბიდან წართვეს 2 ლარიანი მონეტაც. ეს იყო ის თანხა, რომელიც იმ მომენტში სკოლის მოსწავლეს ჰქონდა. ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა გოგონა, რომელმაც ბიჭი 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტყუებით მიიყვანა. საქმის მასალებით ვიგებთ, რომ ძალადობას რეალურ დროში არასრულწლოვნები მეთაურს აყურებინებდნენ. დაურეკა ვიღაცას და მიმართა ბარტონას სახელით. ბარტონას ეძახიან ლევან აბესაძეს და საუბრის დროს გიორგი მუმლაძემ უთხრა ჩემზე, რომ ცემეს და ბოდიში მომახტევინეს. აბესაძემ ერთი დამალაპარაკეთ ედო. მე ვიცანი მისი ხმა, რადგან ჩათებში აგინებდნენ ხოლმე მის ვიდეოებს. მუმლაძემ ჩემსკენ მოატრიალა ტელეფონი. ვიდეოზარში დავინახე ლევან აბესაძე და მოვუხადე ბოდიში. მოძალადეები მსხვერპლს თავს ანებებენ, მაგრამ იქვე აფრთხილებენ, რომ არავისთან ძალადობის შესახებ არ მოყვეს. დაზარალებულის მამა გვეუბნება, რომ მის არასრულწლოვან შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოატარეს. ეხლა მაგ საშუალება დიდი მადლობა გადაუხადო ტრიანაჩინა გასაკვირთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს, ცხელყვალზე აიყვანოს ფაქტიურად ყველა დამნაშავე და უხლიც შესაბამისი აქვს წარდგენილი ყველას, ვინც ამ შემზარავ ფაქტში მონაწილეობდა. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თავდამსხმელებიდან დიდი ნაწილი ნიღბებში იყო, მაგრამ ცემის ბოლოს ყველამ ნიღბები მოიხსნა. 26 ივნისს იაშვილის კლინიკაში მოთავსებულმა მოზარდმა ინსტაგრამ სტორიზე აღმოაჩინა მისი ცემის ამსახველი ფოტო, სადაც შიშველი ჩანდა და თავზე მიბჯენილი იარაღი ჰქონდა. ვინ არიან ძალადობის ორგანიზატორები? გამოძიებამ გაარკვია, რომ თავდასხმას 300 არაგველის ტერიტორიაზე 19 წლის გიორგი მუმლაძე ხელმძღვანელობდა. მუმლაძე ამ ეტაპზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ბრალდებულმა გააფრთხილა ადვოკატიც, რომ მის შესახებ არავის არანაირი ინფორმაცია არ გაუმხილოს. ბატონი მუმლაძის ინტერესების დამცველს ვერ გავესაუბრები რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე? მე ვარ ბატონი მუმლაძის ინტერესების დამცველი. მაია ქავთარაძე, მაგრამ არ შემიძლია გასაუბრება და ეს ოჯახის პოზიციაა, რომ არ გინდათ ინტერვიუ? არა, ბრალდებულის პოზიცია არის, რომ არ ანუ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ინტერვიუს გაცემისაგან.
მუმლაძის იდეოლოგიურ მამად ლევან აბესაძეს მიიჩნევენ. ის ყოფილი სპორტსმენია, რომელიც დანაშაულის სცენას რეალურ დროში ვიდეოს არით უყურებდა. მისი სახელი და გვარი შაბათის ეთერის არქივში იძებნება. როცა ჩვენ 2021 წელს პოლიტიკოსების უკანონო მოსმენების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სუსის ფაილები მოიპოვეთ. მაშინ იქ იყო დაცული ოპერატიული ცნობები ლევან აბესაძეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აბესაძეს ქართული ოცნების მხარდამჭერად მოიაზრებდა. ამ წლის 21 ოქტომბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ქართული ოცნების მხარდამჭერი ლევან აბესაძე საუბარში აცხადებს, რომ დღეს 23 საათზე საქართველოს საარჩევნო კომისიაში ჩაინიშნა სხდომა, რასთან დაკავშირებითაც ატყდება მთელი ამბები. აღნიშნულზე ლ აბესაძე უკავშირდება თანამზრახველებს და ეუბნება, რომ მითითებულ დროს შეიკრიბონ საარჩევნო კომისიასთან. სუსის ფაილების მიხედვით ლევან აბესაძე, რომელიც ახლა ფაშისტური დაჯგუფების შექმნის და არასრულწლოვნის წამების ორგანიზების საქმეზე სასჯელს იხდის, ქართული ოცნების მაშინდელი მაჟორიტარი კანდიდატის კახა კახიშვილის შტაბთან თანამშრომლობდა. ხსენებული პიროვნების კონტროლი ჩვენს მიერ მიმდინარეობს კახა კახიშვილის თხოვნით, რადგან ეს უკანასკნელი ამ წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან ერთად კახა კახიშვილის შტაბში, რა დროსაც წინა საარჩევნოდ აღუთქვა დახმარება. ჩვენი დაკვირვების შედეგად გინდება, რომ ლ აბესაძე არის სახელისუფლებო გუნდის აქტიური მხარდამჭერი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილი ამ ინფორმაციის გადამოწმებას ახლა ჩვენ კახა კახიშვილთან ვცდილობთ. ორივე შულს ფიცორავის, აი წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის საერთოდ. ეხლა მე ერთადერთი რაღაცა მე მაშინ სულს ვთხოვე, ადამიანი იყო მოსული სრულიად ჩემი აზრით ცოტა არაადეკვატური, რომელიც რაღაცა მთავაზობდა, რომ გინდა თუ არა არჩევნებმა მოგაგებინაო და სიმართლე რომ გითხრა, მე ვიფიქრე მოგზავნილია მეთქი რა. ოღონდ ეხლა ეს ის პიროვნება თუ სხვა პიროვნება ვერ გეტყვი. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კადრები, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აბესაძეს ივანიშვილის პარტიის ტიტუშკად მოიხსენიებენ. კადრების ნაწილი ისნის საარჩევნო უბანზეა გადაღებული. თუ ტელეგრამის მომხმარებლებს დავუჯერებთ, დაჯგუფება ბერგმანის ტიტუშკები არბევდნენ ოპოზიციის შტაბებს და ევოლუშენ ჯორჯიასთან გაფიცულებს პროვოკაციას უწყობდნენ. კი ქართულ ოცნებას აძლევდა ხმას, კი ქართულ ოცნებისთვის, კი ხაბეიშვილთან ერთხელ უსიამოვნება მოუვიდა. მერე ეს ინტერვიუ თბილისში, ვარკეთილშია ჩაწერილი. ლევან აბესაძე სამართალდამცველებმა სწორედ იმ სახლიდან აიყვანეს, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობს. აბესაძეები ვახტანგ გომელაურის კარის მეზობლები არიან. ამ კორპუსში რომ გადმოვედით, ვახო იყო 6 წლის. 6 წლის. და ესე იგი ჩემი შვილი დამნაშავია, მეზობლები რო ვართ და როდესაც მიჭირდა რომ მაგის ოჯახი გვერდში მედგა, მარტო ხელა დედა რო ვიყავდა, შვილს მაგას რო უტოვებდი რომ მშიერი არ ყოფილიყო, დამნაშავია ჩემი შვილი. ვახო მინისტრი კი არ დაბადებულა, ხო? არ ვიცით, თავად ბრალდებული აბესაძე ავრცელებდა თუ არა გომელაურთან მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტია. ტელეგრამ არხები ბოლო დღეები აჭრელებულია იმაზე საუბრით, რომ რადიკალების მეთაური, უცნების ყოფილ მაღალჩინოსანთან ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებული პირია და სწორედ ამის გამოსარგებლობდა წლების განმავლობაში ხელშეუხებლობით. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში წერენ იმაზე, რომ აბესაძის ნათლია შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი იყო. აბრალები რომ ნათლულია მაგისი. აგერ ნახეთ ნათლობის მოწმობა. თქვენ გამომართვით დეხელები მიკანკალებს. წაიკითხეთ. იცავდა თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კარის მეზობელს უცნობია, მაგრამ ფაქტია, დაჯგუფება ბერგმანის სახელი 2015 წლიდან ჩნდება საჯარო წყაროებში. დაფიქსირდა არა ერთი კანონდარღვევა, მაგრამ ერთი შემთხვევის გარდა აბესაძე არ დაუსჯიათ. წლების წინ როდესაც ლევანს პრობლემა ქონდა, მაშინ დახმარებია ლევანს? არა, ციხეში იჯდა ლევანი სასუნთქი შლანგიებდა ყეში. დაჭრეს შეჯიბრებიდან გამოსული, მერე გამოუშვეს, იმიტომ რომ ისა სუნთქვა აღარ ყოფნიდა, კამერაში მაგის ყოფნა არ შეიძლებოდა და ალბათ იფიქრეს, რომ პირობითით იყო 3 წლიანი, სამაჯური ჰქონდა. დედის ინფორმაციით, მისი შვილი წარმატებული IT სპეციალისტია. მუშაობს ერთ-ერთ ებრაულ კომპანიაში. გარდა ამისა, წერს წიგნებს, კითხულობს ლექციებს და არანაირი კავშირი არ აქვს ფაშისტურ დაჯგუფებასთან. ქალი ვარაუდობს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
აი ფაშისტურ დაჯგუფებაში რას გულისხმობენ და რას აფუჭებს შემშინ. ხო უნდა ვიცოდე, ხო? ედავებიან ერთია, მაგრამ დაუმტკიცებენ ნატა. შაბათის ეთერის ინფორმაციით გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პოლიციას აქვს ეჭვი, რომ აბესაძემ არასრულწლოვნები გადაიბირა. ქვეყანა იცნობს ხო ამბავს, ხო? შეჯიბრებებზე. ამდენ ჩემპიონატი აქვს მოგებული და ესე იგი ჩემმა შვილმა ვიღაცა ლაწირაკს დააბრა რომ წადი და სცემე. შეხედე, ვის მესცემა უნდოდეს და თვითონ რა ვერ გავიკეთე. ვინ არიან არასრულწლოვნები და როგორ მოხვდნენ ულტრანაციონალისტების ჯგუფებში? დაკავებულებიდან 7 არასრულწლოვანია, 6 ბიჭი, 1 გოგო. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ რადიკალურმა დაჯგუფებამ ისინი ძალადობრივი მიზნებისთვის გადაიბირა. ერთ-ერთის ადვოკატი გვეუბნება, რომ მალე დაკავებულთა წრე კიდევ გაიზრდება. აღიარებს, ინანიებს, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ალბათ დაკითხული იქნა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად ყველა პროცესუალური ნორმების დაცვით და დღეს მდგომარეობით ჩვენი პოზიციაც არის ბოლომდე თანამშრომლობა და ალბათ სხვა ბრალდებულებიც ალბათ ამ გზას აირჩევენ. ანონიმური წყაროები შაბათის ეთერს უყვებიან, რომ ფაშისტურ დანაყოფში ის არასრულწლოვნები არიან, ვინც ერთხელ ან რამდენჯერმე თავად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. მათაც გადაუღეს ვიდეოები და დააშანტაჟეს. რის გამოც იძულებული არიან ახლა სხვებზე იძალადონ და ასე შეასრულონ მეთაურის დავალება. აღიარებს, რომ აბესაძე იყო მათი ხელმძღვანელი? არა, აღიარებს ყველაფერს. ახლა აბესაძეა თუ რაღაც ანუ დეტალებში შემთხვევნა იქნება იმასაუბრებ და უშუალოდ თანამშრომლობს, რაც მას გაუკეთებია, ყველაფერი მისეულად მიცა გამოძიებას აღნიშნულ ჩვენებები. ერთ-ერთი ბრალდებული წლების წინ თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი, რის შემდეგაც ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ხიდიდან გადახტომით სცადა. საიდან გადმოხდა? აი, საგესის ავჭალის ხიდიდან. რატო? ვიღაცა მას ცემა და განერვიულებული გადმოხდა. დაჯგუფება ბერგმანი ულტრამემარჯვენე ჯგუფია, რომელსაც ნაცისტურ იდეოლოგიასთან აკავშირებენ. ის თბილისში 10 წლის წინ შეიქმნა. საჯარო სივრცეში გამოჩნდნენ სიძულვილის ბანერებით, რასისტული შეძახილებით და ფიზიკური ძალადობით. აბესაძის არაფორმალური დაჯგუფების ბერგმანის პირველი ოპერაცია სტადიონზე ჩატარდა.